ყველაფერი სერიალურად ჩანდა. დავუძახე, დედა. მითხრა შვილო, არავის უთხრა რომ მოვედიო. ჩემო ძვირფასო. ჩემთვის ძალიან რთულია იმაზე ფიქრი რომ ის აღარ არის. ძალიან რთულია. მაგრამ ხვდები რომ ეს არ მომართლებს შენს წინაშე ჩადენილ დანაშაულში. ჩემო დემირ. ჩემო სულო. ადნანის ერთადერთო. შენზე მართლად ძალიან ნაწყენი ვიყავი. უფრო სწორად განადგურებული ვიყავი. ჩემს თავს უთხარი თურმე დემირი საერთოდ არ მცოდნია როგორი ადამიანი ყოფილა მეთქი. ძალიან ბევრი ვიფიქრე. ძალიან და გაგიგე. გაპატიე. ვიცი რომ ახლა ძალიან რთული პერიოდი გიდგას. შვილისთვის ყველაზე დიდი ტკივილი დედის დაკარგვა. და სწორედ ამ ტკივილს განიცდი ახლა შენ. ისეთი მტკივნეული მდგომარეობა გაქვს, რომ არც შენ გონებას და არც გულს ამის ატანა არ შეუძლია. შენ კი შენი დიდებული ხასიათი დამანახედაო. მადლობა. შენ ჩემი საჩუქარი ხარ ადნანისგან. შენი წყალობით შევძელი ადნანის დაკარგვის გადატანა. ფეხზე დადგომა და საერთოდ არსებობა. ამისთვის შენი ძალიან მადლიერი ვარ. შენ რომ არ ყოფილიყავი, რას გავაკეთებდი? სინამდვილეში მე ვარ შენი მადლიერი დაო. შენ ყოველთვის მამაზე მელაპარაკებოდი მის ხსოვნას ინახავდი. შენს მადლობა, ჩვენთან ბედნიერი იქნები. დემირ ყოველი წუთი მაბედნიერებს, რომელსაც შენ ჩემზე ფიქრში ატარებ, მაგრამ უკვე საკმარისია ასეთი მასპინძლობა. შენ სტუმარი აღარ ხარ, ეს შენი სახლია დაო. არა დემირ. უკვე დროა მერსინს და ჩემს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდე. საკმარისია უკვე. არა დაო, ახლა მერსინში აღარ გაგიშვებ. დემირ, ჩუქუროვა ჩემი მიღება არ უნდა. ვერ ვძლებ აქ. დაო, ჩუქუროვა ჩემია. ეს ჩემი მიწებია. კარგად მახსოვს, რაც გაგიკეთეს, გარფანჯარა ჩაგიმსხვრიეს. ამაზე ისინი პასუხს აგებენ, შენ ამაზე არ იდარდო. ამ ტკივილმა გაიაროს და მე. დემირ. დავა მიერიდან, მე შენ მარტოს არ დაგტოვებ, კარგი? დემირ, ეს დედა შენი სახლია. ყველაფერი მისი ხსოვნით არის სავსე, ასე ვერ შევძლებ გამიგე. ამაზე ხომ დედას გარდაცვალებამდე ვილაპარაკეთ. დედამაც მიიღო ის, რომ შენი თავი მამამ ჩამაბარა. ამაზე არ ვიფიქრო დაო. დედა ისედაც უკვე დავკარგე, შენ თავსაც ნუ ჩამომაშორებ. ზულეიჰასაც ძალიან უყვარხარ და შენ ეს იცი. მას ახლა სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ. ჩემო ძვირფასო. როგორ გავხარ მამა შენს? ისეთივე მამაკაცური როგორიც ის. შენ დიდი გული გაქვს, თან როგორი ლამაზი ხარ. წამოდი, ძალიან ლამაზი ლიმონები გვაქვს, უნდა გაჩვენო. რამე იპოვე? ვერაძმაო, კვალი არ არის. გასაგებია მაშინ სახლში დაბრუნდეთ. იქნებ პოლიციის გარემე გავიგოთ. ყველანი სხვადასხვა გზით წავიდეთ. 4-4 თვალით ვეძებოთ. გასაგებია.
ჩანთა ჩემოდანი ყველაფერი ამოყრილია. რა უნდა მოსვლოდა? შეიძლება გამოსასყიდისთვის გაიტაცეს. ის ხომბალში არ არის სადულა, ხსერდასრული ქალია. გამოსასყიდი ვის უნდა მოსთხოვონ? იქნებ ქურდი იყო. ქურდი რომ იყოს, ყველაფერს მაპარავდნენ. კალბატონი ბეჰიჯა. კალბატონი ბეჰიჯა. გონი დაჭრილია. ცოცხალია? ო, ჯერჯერობით. სასწრაფოდ ავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. სადულა, გარი გააღე. დაჭრილი მოვიყვანეთ, სასწრაფოდ საკაცე მოიტანეთ. სწრაფად მძიმედ არის დაჭრილი, სწრაფად. ფრთხილად, ფრთხილად. გისმენთ? მუშგან. ფიქრობთ, მამიდა იპოვე? ხო, იპოვე. სათხართ, ყურმილი მიაწოდე. მუშგან, გთხოვ, ვარ ინერვიულო. რას ნიშნავს არ ვინერვიულო, ყურმილი მიაწოდე. მამიდა შენს ესროლეს. ესროლეს? მუშგან. მუშგან გესმის? ვიგრეთ, რა მოხდა? კალბატონ ბეჰიჯეს ესროლეს, ფობიძია, სხვა დეტალი არ ვიცი. გზაზე ვიპოვე, უგონოდ იყო. მუშგანთან არ შეიმჩნია. მგონი ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. ღმერთო. კარგი, ახლა ვემავალთ. მიდით, სწრაფად, სწრაფად. ცეცხლს სასროლი არაღით მიყენებული ჭრილობა, რამდენი ტყვეა? მოიცადეთ. გაჩერდით. გასინჯეთ, იარაღით მიყენებული ჭრილობაა? დიახ. კარგი. ჩვენ მამიდა ჩემს გადავარჩენთ. გადავარჩენთ, რა თქმა უნდა, არ ნერვიულო. წაიყვანეთ. სწრაფად, სწრაფად. ხალათი მომიტანეთ. არა, მუშგან შენ ვერ შემოხვალ. არა, უნდა შემოვიდე, გზა მომეცი. მისმინა ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგვეხმარები, ვერ შემოხვალ. გზა მომეცი, უნდა შემოვიდე. დაჭრილი კალბატონი მამიდა შენია. მუშგან შენი შემოსვლა არ შეიძლება. მე მთავარი ექიმი ვარ, რომელ ოპერაციაზეც მომიდება, იმაზე შევალ. მუშგან გაჩერდი გეყოფა. გითხარი რომ ვერ შემოხვალ. შვიდად, აქ დაგველოდე. კარგი? გთხოვ, ძალიან გთხოვ. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მუშგან შვილო, აი ხუთი მართალია. აჯობებს თუ არ შეხვალ. ეს თქვენი ბრალია. ილმაზის ბრალია. ეს თქვენ გინდოდათ რომ მამიდა ჩემი სტამბულში წასულიყო. თქვენ გააგზავნეთ. მუშგან მესმის რომ განერვიულებული ხარ, მაგრამ მოხდარ ჩვენთან რა კავშირი აქვს? შენ ხომ არ დაავალე ვინმე სამის გაკეთება? მამიდა ჩემს ისევე რიტანდი იქნებ ვინმე დაიქირავე. იქნებ შენს გამოესროლეს. მუშგან გესმის საერთოდ რას ამბობ? კარგი შვილო, მშვიდად, დაწნარდი ილმაზ. მამიდა ჩემი საკყოფნა გაწუხებდათ, ასე არ არის? მხოლოდ იმიტომ რომ ზულეიხას არ უნდოდა მისი აკყოფნა. თქვენთვის მისი სურვილი ხომ მთავარია? მისმინე მუშგან, შვილო ახლა ამის დრო არ არის და არც ადგილია. იქნებ საერთოდ ზულეიხას გამოესროლეს. ყველას თვალწინ მკვლელობაში დაადანაშაულა. მამიდა ჩემისკენ ხელი გაიშვირა და დაადანაშაულა. თქვენ კი მას დაუჯერეთ, ალბათ სხვებმაც დაუჯერეს. იქნებ თელმა ჩუქუროვამ დაიჯერა და ვიღაცა არანორმალმა გადაწყვიტა რომ მისთვის ესროლა და ამით ჰუნკარი ემანის გამოშური ეძია. თქვენ არც კი გწვენიათ, მამიდა ჩემს რომ რამე მოუვიდეს.
მამი და ჩემი რომ გარდაიცვალოს, სინდისი საერთოდ არ შეგაწუხებთ? მე არ მინდა თქვენი აქ დანახვა. აქ ყოფნის უფლება არ გაქვთ. წადით. 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 წავიდეთ. მუშგან. დამშვიდები. მხოლოდ ჩემ ყავხარ. კარგი. ყველაფერი გაივლის. არ ინერვიულო. კარგი მესმის სართულ მდგომარეობაშია და განერვიულებულია, მაგრამ რა უფლებით ამბობს ამ ყველაფერს ჩვენზე? უფლება აქვს, შვილო. რაღაც მხრივის მართალია. უფლება აქვს? რას ნიშნავს უფლება აქვს, მამა? ვერ გაიგე რა თქვა? ამბობს, რომ ეს მე მოუწყე მამიდამის. მე დამადანაშაულა. ო, მაგრამ ეს გავრაზებულმა თქვა. აღელვებულმა არ იცოდა რას ამბობდა. სინამდვილეში ჩემი ბრალია. არ უნდა მეთქვა, რომ სტამბოლში წასულიყო. არ უნდა გამეგზავნა იქ, თანაც ტაქსით მარტო. აი, ჩემ რომ ტაქსით უნდა წასულიყო. ეს სიამაყის გამო გააკეთე, შვილო. მე არ ვუთხარი, რომ წასულიყო. კარგი რა, მამა, გაჩერდი. უბრალოდ მის ძეს ეძებ, რომ თავი დაიდანაშაულა. ზულეიჰამაც რომ ეს თქვა, თან თქვენს ურთიერთობაში ისე რაოდა, ვიფიქრე აჯობებდა წასულიყო. ასე რომ შვილო შეიძლება მუშგანი მართალია. მათ ვინც ზულეიჰას სიტყვების დაიჯერა, შეიძლება შურის ძიების მიზნით ესროლეს კიდეც. არა, მამა, ასეთი რამ არ მოხდებოდა. დავსვარე. არა უშავს, გაირიცხება. ის კარგი ექიმია? როგორ ფიქრობ? ექიმით არ იქი? ხო, კარგი ექიმია. ანუ მშვიდად ხარ. არ ვიცი. მგონი მშვიდად ვარ. მაშინ ოპერაციის დამთავრებამდე შენი აქ ყოფნა საჭირო არ არის. არა, დაველოდები. შენ წადი თუ გინდა. არ არის საჭირო აქ რომ იყო. არა, შენს გვერდით დარჩები. მაგრამ ოპერაცია შეიძლება კარგა ხანს გაგრძელდეს. არა უშავს. ფიქრეთ. მამას ძალიან უხეშად ვესაუბრია რა. ამაზე არ იფიქრო. ლიდია მეხოდრელი კაცია. ყველაფერი გაიგო. იცის ასე რატომაც უთხარი. მანაც ზულეიხას ნათქვამი დაიჯერა. დაიჯერა, რომ ქალბატონი ჰიუნკარი მამიდან მოკლა. ამიტომაც გაამგზავრა სტამბოლში. არა, მე ასე არ ფიქრობ. რატომ? მას რომ ეს მართალი ეგონოს, მაშინ მამი და სტამბოლში არ გაუშვებდა. ხოლო ამით არ შემოიფარგლებოდა. ფიქრეთ. თუ მამი და ჩემი გადარჩება, ეს მხოლოდ შენი დამსახურება იქნება, ხომ იცი? შენ წახვედი მის მოსაძებნად. შენი პოვე. შენი ხელით აქ მოიყვანე. ახლა კი აქ ხარ, ჩემს გვერდით. დიდი მადლობა. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ილმაზი რომ ყოფილიყო ჩემს ნაცვლად, ისიც მოიგზავნოდა ასე. ილმაზი. ილმაზი არაფერს გააკეთებდა. იმიტომ რომ ილმაზი ჩემს გამო ცხოვრებაში არაფერს გააკეთებს. ფიქრობ არასამართლიანად იქცევი.
წავალ ნახავობის ძიასად არის და მალე მოვალ. ახალი პაციენტების საბუთები მოვიტანე. აქ დადე, მე ვნახავ. თავარი ექიმის მამი დახავთ ოპერაციაზე. კი, ახლახან შეიყვანეს. რა მოხდა? რატომ ესროლეს, გაქურდეს? არ ვიცი. რომ გამოჯამრთელდება, პოლიციას ეტყვის და ჩვენც გავიგებთ. აი შენ, რაღაც მინდა გკითხო. გკითხე. ეს ფიქრეთი მთავარ ექიმისთვის ვინ არის? არავინ. ფეკელის ძმის შვილია, ძალიან სიპატიურია, არა? თვალს ვერ მოწყვეტ. რატომ მკითხე? თავარ ექიმს ძალიან ყურადღებით ექცევა. არაფერს ვიტყოდი. ბატონი ილმაზის ღვიძლის მა რომ იყოს, მაგრამ ხომ არ არის? ორი დღეა საერთოდ რაც გამოჩნდა. რას გულისხმობ? ოპერაცია რომ დაიწყო, მხოლოდ ის ორნი იყვნენ. ერთმანეთს ეხუტებოდნენ. მერე? მომაჩვენა თითქოს მათ შორის რაღაც ხდება. შეიძლება ასეცა. ისედაც ყველა მიცის, რომ იამანების რძლის გამო მთავარი ექიმის ქმარს მასთან გაშორება უნდა. დემირ იამანის მეუღლეზე ამბობ? ო, ზულეიხა იამანი. ილმაზი დღემდე მასზეა შეყვარებული. მუშგან, ახლა გავიგე რაც მოხდა. მალე გამოჯამრთელებას უსურვებ. მადლობა. როგორ არის? არ ვიცი, ოპერაციაზე ყავთ შეყვანილი. როგორ მოხდა? ვის რა უნდა და მამი და შენისგან? დემირ იამანის ცოლმა, ზულეიხამ, მამი და შენი დაადანაშაულა, არა? თქვა რომ მან მოკლა ხუნყარი იამანი. ვერ დავიჯერე, ეს რომ გავიგე. როგორი ხალხია? ასე მარტივია ადამიანის მკვლელობაში დადანაშაულება. ერთ რამეს გირჩევ, როცა მამი და შენი გონს მოვა, აუცილებლად უჩივოს. აუცილებლად უნდა აგებინოს ამაზე პასუხი. ცხოვრების სამართლიანობა. ამას რატომ ამბობ? მუშგანმა ზულეიხა გულში დაჯრა. ახლა კი ქალბატონი ბეჰეჯერის გულში დაჯრილი. არ ვიცი ცხოვრების სამართლიანობაა თუ არა ეს, მაგრამ მე მამა შენ თავს ნუ ადანაშაულებ. სად წავიდა? ალბათ სახლში. ფიქრობ ნივთებს მოიტანს. არ შემიძლია, სანიე. შეხედე, რა მდგომარეობაში ვარ. რამდენი მილოცია, რომ... მაგრამ ახლა ნახე, რა დღეში ვარ. ეს არის ცხოვრება. ერთხელ ახალი დაქორწინებულები ვიყავით. მე და გაფური. ამ სულელმა ვიღაცასთან ითამაშა და რაც კი ჰქონდა მთელი ფული წააგო. მე კი მიმალავდა. როგორც კი გავიგე, ჩავალაგე ჩემი ნივთები და უნდა წავიდე მეთქი.
ახლა რომ იგივე მოხდეს პირიქით, გაფურს მივაბრძანებდი სახლიდან. დავდექი უფროსი ქალბატონის წინ და ვეუბნები. მივდივარ. ის მეუბნება საათ. გავჩუმდი, საწავიდოდი. არც დედა მყავს, არც მამა. წასასვლელი არ მქონდა. სად უნდა წავსულიყავი? ჩამეხუტა და მითხრა, რომ ჩემთვის ის იყო დედაც და მამაც. რომ მაშინაც კი დამიცავდა, თუ ფრჩხილს ვიდგენდი. არ ინერვიულო სანიე, აუცილებლად გადავიტანთ ამას. ეს ტკივილიც გაივლის. მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, ეს უფროსი ქალბატონის დამსახურებაა. მისგან ვისწავლე ამაყად დგომა. მისგან ვისწავლე, როგორი ადამიანი უნდა ყოფილიყავი. ზულეიხა. ისევ რატომ მოვიდა? ზულეიხა, გამოდი. არ ვიცი. რა მოხდა? რატომ ყვირი? შენი უაზრო სულელური სიტყვების გამო მამი და ჩემი დაჭრეს. ახლა სიკვდილს ებრძვის. ბედნიერი ხარ? რას ამბობ? ახლა რა მოხდა, მუშგან? დემირ, ერთი წუთი, შენ არ იცი. ზულეიხამ ყველასთან დასწრებით მამი და ჩემი დედა შენის მკვლელობაში დაადანაშაულა. მთელი ჩუქუროვა ამაზე ლაპარაკობს. დაივიღაც წავიდა და მამი და ჩემს ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ზულეიხამ თქვა, რომ მამი და ჩემმა მოკლა ჰიუნკარიამანი. მამი და შენს ესროლეს ვინ ესროლა? მე რა ვიცი, ამას კითხე. მუშგან, ზულეიხას მსგავს საკითხზე ნუ არ შეაძუხებ. მე შენზე საჩივარს შევიდან, გესმის? საჩივარს დავწერო მკვლელობის დამკვეთი ხარ. ციხეში ჩაგვსვამ. გესმის? მუშგან, გაჩერდი. შენი დასასრულის დრო მოვიდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაგანადგურო. გესმის? მისმინე? ვცდილობ გაგიგო, მუშგან, მაგრამ წყობილებიდან უგამომიყვან. მან კარგად გაიგო, რაც ვთქვი. ხომ კარგად მიხვდი, რის თქმაც მინდოდა. დღეიდან მიფრთხილდი, ჩემს ოჯახს არ გაეკარო. თორემ გეფიცები ამჯერად ილმაზიც კი ვერ დაგიხსნის. ამ ხელო გამბედეობა საიდან? ამას ვაჩვენებ, რისი დასასრულიც დადგა. არ არის. ჩემს კაბინეტში ვინმე იყო შემოსული. ვინ შემოვიდოდა, დემირ? შეთანხმება უჯრაში მედო აღარ არის. რა არ არის? ილმაზმა ხელი მოაწერა აღიარებას, რომ მუშგანმა შენ გესროლა, მაგრამ ფულსელი აღარ არის. რას ნიშნავს აღიარებას? ჩვეულებრივი აღიარება. ილმაზი ვაიძულე აღიარებინა, რომ ის მაცოლმა შენ გესროლა. ილმაზმა ასეთ საბუთს ხელი მოაწერა? ვიღაცამ წაიღო. ვის შეეძლო წაღება? ამიტომაც არის მუშგანი ასე გაბედული. ეს საბუთი მუშგანს რომ არ ჰქონდეს, ახლა ასეთი რამის თმას ვერ გაბედავდა. ვინ წაიღო? ალბათ ილმაზმა, სხვა ვინ წაიღებდა. ილმაზი როგორ წაიღებდა? გასვენებაში აქ იმდენი ხალხი ირეოდა. ხო, მაგრამ სახლში არც ერთი კაცი არ შემოსულა, აქ მხოლოდ ქალები იყვნენ. მაშინ ან ბეჰიჯი ან მუშგანი აბა სხვა ვინ? ბეჰიჯე სულ ოთახში იჯდა, თვალი არ მომიშორებია. ესე იგი ვიღაცას თხოვეს მისი აღება. ალბათ, მაგრამ ვინ გაბედავდა სასახლეში და თანაც ამ კაბინეტში შემოსვლას?
ვიცი ვინც. ღმერთმა გამოაჯამრთლა ოზბექიჯე, სხვა რა ვთქვა ფუსონ. გაუგნებული ვარ. ცხოვრება ასეთია, ვერაფერს იზამ. მდემირმა ბრძანა ბექიჯეს მოკლა. მაგრამ შენი იცავ, რადგან ის ბიძა შენი შვილია. ერთხელაც შენი სისულელეები გამაგიჟებს. რა სისულელე? ზულეიხამ არ თქვა, რომ ბექიჯია მკვლელი. მერე კი დემირმა. დემირ. ზუსტად ახლა მე მიდიოდი ხომ ფუსონ? ნახვამდის, მერე დაგირეკავ, კარგი? დროებით შერმენ. ნახვამდის დემირ. დემირ გთხოვ არ გაბრაზდე ფუსონის სიტყვებზე. ზოგჯერ ისეთ სისულელე სიტყვის ხოლმე. ვითომ რძალმა ბექიჯემ მკვლელობაში დაადანაშაულა, შენ კი მისი მოკლა ბრძანე. მართალია. თუ დავამტკიცე რომ ეს ბექიჯემ შეიდინა, მართლა ასე მოხდება. მაგრამ ვინ შეიდინა ეს ჯერ არ ვიცი. კარგი, ხომ იცი ფუსონი არ უკვირდება რას ამბობს. შემოდი, მანდ რატომ დგახარ? შემოდი ყავა დავლიოთ. როგორი ყავა გინდა? არა, ყავა არ მინდა. მონდი დაჯექი, ვილაპარაკოთ. რა მოხდა დემირ? უცნაური გამოხედვა გაქვს. სიმართლე მითხარი. იმ ფურცლის აღება ვინ გთხოვა? რომელი ფურცლის? შერმენ სიმართლე მითხარი. ბექიჯემ გთხოვა თუ ილმაზმა? სიმართლე მითხარი. დემირ, რა ფურცელზე ამბობ? არ ვიცი. შერმენ შენს გარდა. ვერა მიგაბედავდა შენს კაბინეტში შესვლას. სიმართლე მითხარი. დემირ, არაფერი ვიცი ამ რაღაც ფურცელზე. შერმენ შენთან გამათის ზალა არ მაქვს. შერმენ კაბინეტში ილმაზის აღიარებითი ჩვენების ფურცელი მქონდა. მან ხელი მოაწერა საბუთს, რომ ისმა ცოლმა ზულეიხას ესროლა. ილმაზმა ეგ აღიარა? და თანაც საბუთზე ხელი მოაწერა? როგორ? ხომ გეუბნებოდი? გეუბნებოდი? ხომ გითხარი რომ გავიგონე როგორ თქვა ზულეიხამ? კი, მაგრამ ზულეიხამ რატომ უარყო? ზულეიხა მოარყო მუჟიელმა აღიარა. ილმას ვუთხარი რომ საბუთისთვის ხელი მოაწერა, რომელიც მერე უჯრაში იდო. აბა რატომ თქვა რომ თვითონ დაიჭრა თავი? რატომ არ დაასმინა მუჟგანი? ზულეიხა ასეთი უნამოსო არ არის როგორიც მუჟგანია შერმენ. მუჟგანის შვილი შეეცოდა, მაგრამ ვინ წაიღო ის ფურცელი? ვინ გაბედა იქ შემოსვლა? დემირ დაკრძალვაზე იქიმდენი ხალხი გრეოდა პოლიციას რომ კითხო? უთხარი, ყველა ჩვენებები ჩამოართვან. მაგრამ ზულეიხა თუ მაინც უარყოფს, რა მნიშვნელობა აქვს ამ წერილს მიუტან თუ არა პროკურატურას? არ ვიცი. მეთქვი რომ დამთანხმდეს. ილმაზის სახლში არ შემოსულა. ბექიჯემ აღლა სართულზე არ ასულა, მუჟგანი საერთოდ არ მოსულა. აბა ვინ იყო? დემირ გეფიცები. ამასთან კავშირი არ მაქვს. რა კავშირი მაქვს მე ილმასთან? ან მუჟგანი რაში მჭირდება? ვინ აიღო ეს ფურცელი? ვინ? ვინ გაბედა? ცალკე პალატა მოუმზადოთ? რა თქმა უნდა, ის ხომ მთავარი ექიმის მამიდაა. საერთო პალატაში ხომ არ იქნება? ვინ მოულის? ყველა ის ხომ მთავარი ექიმის მამიდაა. პოლიცია ყოველ წუთს კითხულობს, როდის გამოვა საოპერაციოდან. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ალი რაჰმეთ. ბექიჯეს ოპერაცია დამთავრდა? ჯერ არა ბატონო, ველოდებით. როდის მორჩება? ახალი ხომ არაფერია? არა ბატონო, არაფერია სამწუხაროდ. გასაგებია, მადლობა. წავედით. საბუთები მზად არის? ილმას. ქალბატონი ბექიჯე ჯერ კიდევ საოპერაციაშია, მისი მდგომარეობის შესახებ არ ვიცით. ეს არ მინდოდა მეკითხა. რა მოხდა დაუნაზირე, თქვი? როგორც ჩანს, ქალბატონი ექიმი ქერემალისთან ერთად გამგზავრებას აპირებდა. რა? როდის? დილით თქვენ რომ სახლიდან გახვედით. ბევრი იტირა. ცალხერში ჩემოდანი ეკავა, მეორეში ქერემალი. მაშინ მე რატომ არ მითხარი? დავრეკე, მაგრამ არავინ მიპასუხა. რითი წავიდა, თავის მანქანით? ტაქსი გამოიძახა, მაგრამ როგორც ჩანს, ფიქრეთმა ტაქსით არ გაუშვა და ერთად წავიდნენ.
ვთხოვ, არაფერი უთხრა. იქნება რა სწორად გავიგე და არ უნდა მეთქვა. ვთხოვ, ნუ მანანებინებ რომ გითხარი. დაუნაზირე, თქო, სახლში შედი. Ilmaz, Galvadon Behiджაზე რამე შეახლეა, ველოდები და ასე შემდეგ. რა გჭირს, რატომ ხარ აღელვებული? ფიქრეთ, შენ მოჟგანს, ჩემი ჟოლის მოტაცებაში ეხმარებოდი? რა, უკაცრავად? ჩემოდნით და ქერემალით, შენის აეროპორტში არ წაიყვანე? ჩემზე არ იფიქრა? რა მდგომარეობას ჩავარდებოდი? ასე როგორ მოიქეცი? ასეთი რა გავაკეთე? მე შენ ძმა გიწოდე. შენ გემოჟგანს ეხმარებოდი ჩემი შვილის მოტაცებაში. არ შეგცხო მაინც, რატომ უნდა შემსხავნოდა? რამე არასწორი გავაკეთე? შენის მანქანაში ჩაისვი და აეროპორტში წაიყვანე. მეტი რა უნდა იყოს? ნუ ყვირი. შენ გოგოს შეურაცხყოფა მიაყენე Ilmaz. შეურაცხყოფა? შენ რა არ უთხარი თავმოყარეობა აღარ შეგშაო. შენ არ უთხარი თავმოყარეობა რომ მქონოდა ამ სახლში არ გაჩერდებიო. შეურაცხყოფა რომ მემეყენებია, გაშორება შევთავაზე. მოჟგანმა ასე მეთხრა. ცუდ დღეში იყო აქ რომ მოვედი. ტაქსი ყავდა გამოძახებული და მე ოჩი აღფიქრეთ. კარგად მოიქეცი. დამამთავრებინე. 50 ჯერ მაინც უთხარი არ წასულიყო. ყარა თქონდა წასვლა გადაწყვეტილი. დაყვანა იმიტომ შევთავაზე რომ ვიფიქრე გზაში გადავაფიქრებინებდი. უნდა გაგეჩერებინა. უნდა გეთქვა Ilmazის შვილის საყვანის უფლებას არ მოგცემ თქვა. ჩემთან უნდა დაგერეკა. ჩემო ბიჭო. დედიკოს რომ წაიყვანა როგორ ვიქნებოდი უშანოდ. ჰუნგარ. მენატრები. აღამე არ იყენები მანდ. ნახე. ჰუნგარი ახალ ამბებს ყვავილების საშუალებით გვიყვება დემირ. შენც ხომ ხედავ? ხეებით გველაპარაკება, ჩიტებით, ქარით. გესმის? ამერიდან ასე ვისაუბრებთ ერთმანეთთან. სანამ სიკვდილი არ გაგვერთიანებს. ბეჰჯი გამოიყვანეს ოპერაციიდან. არა, ჯერ არა. ყვია ძალიან ცუდად გელას აქვს მოხდრილი. ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორ ფიქრობ შესაძლებელია ბეჰიჯას დედა ჩემის სიკვდილთან რამე კავშირი ჰქონდეს? გასაგებია. ანუ შენც იგივე შეჯობ. დემირ მისმინე. ეჭვებს ნამდვილად შეუძლიათ სიმართლემდე მიგვიყვანონ. მაგრამ ზოგჯერ ეს ეჭვი ისე მოქმედებს როგორც შხამი. გულს სამლავს.